გამარჯობათ მეგობრებო. წინდის დაწყება. ვინც არ ვიცით და ვიწყებთ სულ თავიდან, წინდის დაწყება ეს იქნება სამი ჭხირიდან. სამ ჭხირს ვიღებთ, ძაბს ვიღებთ და ვიღებთ თვლებს. პირველ რიგში, რაც უნდა გაითვალისწინოთ, როცა იწყებთ წინდების გზოვას, აუცილებლად უნდა გქონდეთ ძაფები, ფერადი წინდების გზოვას, როცა იწყებთ. ძალიან ბევრი კითხულობს, როგორ მოგზაურობთ ფერადი წინდები, ჭრელი წინდები, ასეთი წინდები, ყვავილებით წინდები, წინდებია თემა და ფერებით, სხვადასხვა ფერით, როგორ მოვგზაუროთ. დავიწყოთ ამ წინდებზე თემა და ვნახოთ სადამდე და რამდენს გავაკეთებთ, შევძლებთ, მოვგზავრთ, ვისწავლით. ერთი სიტყვით. ძაფები აიღეთ სხვადასხვა ფერით, როცა გინდათ მოგგზავროთ, ერთი და იგივე ნომერი ჭხირებით, რომ იგზოვებოდეს. რას გულისხმობ? არ იყოს ასეთი სქელი და აი ასეთი წვრილი ძაფი ერთად. არ იყოს კიდევ აი უფრო და უფრო წვრილი ძაფი, აი ასე. ეხლა ეს სულ სხვა ზომა, ეს სულ სხვა ზომა, ეს სულ სხვა ნომერია. აი ამ სამი ძაფიდან სამივე არის სხვადასხვა ნომერი. გინდათ უფრო სხვილი წინდები, სქელი წინდები, ასე ვთქვათ, მოგგზავროთ, აიღეთ ყველა ერთნაირი ნომერით, რომ იგზოვებოდეს. ეს უფრო საშუალოა, მაგრამ ყველა ფერი იყოს ერთნაირი ნომრით იგზოვებოდეს. ძირითადად საერთოდ, თუ გინდათ, რომ ფერებით გგზავროთ და ორმაგი გამოგდით ეს ორი ძაფით, როცა ვგზავრთ წინდებს, ორმაგია, იმიტომ რომ ორი ფერით იგზოვება ერთდროულად. ძირითადად გგზოვეთ ძაფით, რომელიც იგზოვება 3-2 ნომერი ჭხირებით და გამოგივათ თხელი და ძალიან ლამაზი წინდებით, სქემაც უკეთესად და ლამაზად ჩანს და წინდაც თვითონ. ასეთი სქელი ძაფით ორმაგს რო გგზავ, ორი ფერით, გამოდის ორმაგი წინდა და არის ძალიან სქელი და ცოტა სითბოსთვის კარგია, მაგრამ ცოტა შეუხედავი, ასე ვიტყოდი მე. კიდევ რა, ძირითადად გგზოვეთ წინდები 4 ნომერი ჭხირებით და შესაბამისად ძაფიც და ძაფი კიდევ უფრო თხელით შესაძლებელია, მაგრამ ჭხირებით გგზოვეთ 4 ნომერი ჭხირებით ყოველთვის. კიდევ რა შეიძლება რომ აქ ვთქვათ, დავიწყოთ ახლა და რაც გაგვახსენდება გზადაგზა. აი ვიღებ 3 ჭხირს, ვიღებ აი ასე, გამოვბანტავ თუ როგორც გინდათ აი ასე და ვიღებ 2 თვალს. სულ რო არაფერი და ესაც ვერ გააკეთოთ, აი ასე გადაგრიღეთ, გადმოგრიღეთ ძაფი და თვალია. არ არის კატასტროფა, ნეტა იქ რა გააკეთე, აქ რა გააკეთე, არაფერი, აი გადავატრიალე ძაფი ერთმანეთზე და თვალია, ვაგრძელებ. აი ასე, აჰა, 2 თვალია, ხო? სულ არაფერს არ ვაკეთებ აქ სხვას. 3, აი ასე ამოიყვანთ და თვლებს. დაამაგრებთ ჭხირებზე 2, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. ვფიქრობ, ეს ვარდისფერი ფერი უფრო ჩანს შედარებით და თვალსაჩინო იქნება, რას ვაკეთებთ. მაქვს ხო 3 ჭხირი. 10 თვალი ავიღე ახლა მე 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 თვალი. ახლა ეს ერთი ჭხირი უნდა მოვაცალო, აქედან მოვაშორო და დამრჩება 2. რატო დავიწყე 3 ჭხირზე, თუ 2 უნდა დამრჩეს? აი ეს თვლები რო იყოს უფრო მორჩილი, უფრო ფონეთ და არ ეწვალო მერე და არ ეჭიდაო თვლების ამოყვანაში, იმიტომ. ახლა 2 ჭხირზე მაქვს 10 თვალი ერთდროულად, აი ასე.
მეკითხებიან ძირითადად აი ორ ჭხირზე 10 თვალი რო აიღე, შემდეგ საიდან მოიტანე 4 ჭხირზე 5 თვალიო, 20 რატო გამოვიდაო და აი ამიტომ ნახეთ ახლა ორ ჭხირზე ხო არის 10 თვალი. დავწევ ამ ჭხირს, ამას გავწევ იქით, ამას არ ვეხები, ეს 10 თვალი აქ დარჩება ამ მხრიდან, მე ვგსოვ ამ ჭხირზე ამ მხრიდან. დააკვირდით ახლა. 1 მხოლოდ 1 ჭხირიდან გადამყავს თვლები, აქ რჩება ისინი ჩვეულებრივ. 2 აი ამ ჭხირებით აქ სივრცე არ ყოფნის და ძალიან რთულია. გსოვო 3 კამერასთან ძნელია. 4 5 ერთ ჭხირზე გადავიყვანე, მე მოვგსოვე 5 თვალი და დავტოვე. ვაგრძელებ, შემდეგ აქ ხო დარჩა კიდე 5 თვალი, ამ ჭხირზე ხო 10 იყო, 5 დამრჩა, ახლა 5 თვალსაც ჩვეულებრივად მოვგსოვ. როგორც გეადვილებოდეს, ისე მოგგსოვე ეს თვლები აქედან ისე ამოიყვანე. 3 4 5 ერთი ჭხირი განთავისუფლდა იმ 10 თვალისგან. დააკვირდი ახლა ეს ერთი ჭხირი ხო დარჩა აქ 10 თვალით ისევ. აქედან აქ რო გადამყავდა და ვგსოვდი, აქედან ხო არ გადამყავდა, მეორე მხარე ხო ქონდა ამას, არა? შემოვბრუნდები ახლა მე და აი ამ ჭხირიდანაც მოვგსოვ 5 თვალს. 1 2 კიდევ ამბობ, როგორც გეადვილებოდეს ეს პირველი თვლები იმ მხრიდან და ისე ამოიყვანე. 3 4 5 იმედია ჩანს რას ვაკეთებ. 1 10 თვალი ხო იყო ამ ჭხირზეც, ხო? 5 თვალს გავანაწილებ. 2 3 4 5 გასაგებია ხო საიდან მოვიდა ახლა 20 თვალი. 5 და 5 5 და 5 10 ამ მხარეს 10 ამ მხარეს. ხო მაინც ასე იყო ის ორი ჭხირი ერთად რო იყო 10 თვალი, ხო? აქედანაც 10 იყო, აქედანაც მიუხედავად იმისა ერთად იყო გადახვეული. ახლა რას ვაკეთებთ? ჩვეულებრივად ერთ რიგს მოვგსოვ ახლა ყველაფრის გარეშე, ჩვეულებრივად აი ამ 20 თვალს შემოვგსოვ ირგვლივ, არაფერს არ დავამატებ აქ. რომ მიიღოს წინდის წვერმა ფორმა, რომ მერე რა გავაკეთო, ხო ვიცოდეთ, გამოჩნდეს რაღაცა, რას ვაკეთებ. მოვედით აქ, ეს არის დასაწყისი და დასასრული. აი აქ მე ახლა სანიშნს დავტოვებ, რომ თქვენთვის ძადვილი იყოს, საიდან ვიწყებთ ახალი რიგის ქსოვას და სად მთავრდება ის დაწყებული რიგი და შემდეგი საიდან იწყება. ხო ყველაფერს აქვს, არა, დასაწყისი და დასასრული. ასე. ახლა ერთი თვალი მოვგსოვე, აი კუთხეში ვარ.
როგორი ფორმა მიიღო, ხო ხედავთ ახლა წინდის წვერმა, აი ასე. ახლა ჩვენ აი ეს გვაქვს, და უნდა დავიწყოთ მატება აქ და აქ. აქ არა, აქ არაფერი არ გააკეთოთ, ჩვეულებრივად გსოვეთ, აი აქზე ვუმატებთ, აქ ასე ვუმატებთ. ერთ თვალს მოვგსოვ, ვუმატებ და შემდეგ დანარჩენს ჩვეულებრივად გსოვთ. ეს გვერდია, აი ეს არის. აქ არაფერი არ გააკეთოთ, კიდევ ვიმეორებ, ჩვეულებრივად მოგსოვთ მეორე ჭხირს ერთი გვერდისას, ბოლოში გამოხვალ, ერთი თვალი რომ დაგრჩება, ჯერ უმატე და ეს ბოლო თვალი მოგსოვე შემდეგ. გადმოვდივართ მეორე მხარეს, ხო მირგული ვგსოვთ, არა? გადმოვედით მეორე მხარეს. კუთხეში ვარ, ერთ თვალს მოვგსოვ, ვუმატებ, გავაგრძელებ ქსოვას, მეც აქ არაფერს არ ვცვლი. ეს გვერდია, აი ეს. აქ ჩვეულებრივად ვგსოვთ, ამისი შეცვლა და რაღაცები არ შეიძლება. ბოლოში მოვედი, ერთი თვალი დამრჩა, ერთი თვალი, ვუმატე და ეს ბოლო თვალი შემდეგ მოვგსოვე. დამთავრდა ხო ეს რიგი, რასაც ვგსოვდი. ახლა ვიწყებ თავიდან ახალ რიგს. ვგსოვ და ახლა აქ შემხვდა მე, რომ წეღან ვუმატე აქ. ახლა აღარ ვუმატებ, ეს ნამატი რაც მაქვს აქ, აი ასეთი თვალი, ეს უნდა მოვგსოვო და აი ასე უნდა მოვგსოვო. ასე არა. აქ აი ასეთი რაღაცა დარჩება და ძალიან ცუდი წინდა გამოგვივა. აქედან გავდივარ, აი ასე და გამოვიყვან თვალს. ახლა მე ნამატი მოვგსოვე, მაგრამ არ ვუმატებ. გავაგრძელებ ქსოვას. ეს გვერდია და ვგსოვთ ჩვეულებრივად, სანამ მეორე ამ გვერდზე მეორე ჭხირის ბოლოში არ გავალ. აი აქ ხო ვუმატე წეღან კიდე. ახლა ამ ნამატსაც ამ წესით ამოვიყვან. და ბოლო თვალი ამ რიგზე. შემოვბრუნდი, ვაგრძელებ ქსოვას, კუთხე და კუთხე. თავში და ბოლოში. ჭხირის ბოლოში, ჭხირის დასაწყისში. ვგსოვ აქეთ, შემხვდა აი სად ვუმატე წეღან. ამ ნამატს ასე ამოვიყვან, რომ დაიხუროს და არ გამოჩნდეს აქ რაღაცები, ვაგრძელებ ქსოვას. გადავდივარ, აქ გვერდია, მეორე ჭხირსაც ვგსოვ. მოვედი რიგის დასასრული, კუთხე, ბოლო, ჭხირის ბოლო, რავი, რაც გინდა დაარქვი. აქაც არის ნამატი, ამ ნამატსაც აი ასე შემოვაბრუნებ და ასე ამოვიყვან. და ეს ბოლო თვალი და შემდეგი რიგი დამთავრდა აქ. ახლა რას ვაკეთებთ, ნახე? მოვგსოვე ერთი თვალი, ამ რიგზე მატება აღარ მაქვს, რადგან წინა რიგზე მოვგსოვე, ახლა ვუმატებ კიდევ ერთ თვალს და ვაგრძელებ ჩვეულებრივად ქსოვას. ეს გვერდია და აქ არაფერს არ ვცვლით, სანამ არ ჩავალთ აქ კუთხეში. აი ჩამოვედი მეორე კუთხეში ჭხირის ბოლოში და ერთი თვალი რომ დამრჩა, ვუმატებ და შემდეგ მოვგსოვ ამ ბოლო თვალს. გადავედი მეორე მხარეს. ვიწყებ, კუთხეში ვარ, ერთ თვალს მოვგსოვ და ვუმატებ. ამ რიგზე ვუმატებთ, ხო? და ვაგრძელებ ქსოვას ჩვეულებრივად.
ეს გვერდია, ვგსოვთ და კიდევ კუთხეში მოვედი ბოლოში და ერთი თვალი რო დამრჩა, იქ ვუმატე და შემდეგ მოვგსოვე ეს ბოლო თვალი. ეს რიგი დამთავრდა. აქ ვართ. ახალი რიგი იწყება. ამას აქ რა უნდა. ერთი თვალი მოვგსოვე და აქ წეღან ვუმატე მე. ახლა არ ვუმატებ, რადგან აქ ნამატები მაქვს და ნამატებს ასე ამოვიყვან. აი ასე. ვაგრძელებ გსოვას. ესე იგი რა გამოდის? ერთი რიგი შემოვგსოვთ და ვუმატებთ ყველა ჭხირზე, ზოგან თავში, ზოგან ბოლოში, ამას განსაზღვრავ და იცი სად ვუმატო, აქ. შემდეგ რიგს ვგსოვთ და ნამატები უნდა დავხუროთ, ამოვიყვანოთ თუ როგორც ვქვია რა, ნამატებს ვგსოვთ. აი ახლა ვგსოვთ ნამატს, ასე შემოვაბრუნებთ და ვგსოვთ. შემდეგ რიგზე ისევ ვუმატებთ, შემდეგ რიგზე ისევ ნამატები ამოყვას. ერთდროულად მატება და ნამატის გსოვა არ შეიძლება. არ გამოგივა მაშინ ის სტანდარტი წინდა, რაც უნდა მოიგსოვოს წინდის წვერი. ერთ რიგზე ვუმატებ, ერთ რიგზე ნამატს ამოიყვან და ასე მოგსოვ, რამდენი თვალიც გჭირდება შენ რა ზომის წინდაც გაქვს გათვლილი, რომ უნდა მოგსოვო. წინდის ზომას თვლების მიხედვით საზღვრავთ. ვადგენთ. რიგს ვიწყებთ თავიდან, აქ ვართ, ხო? წინა რიგს ვგსოვდით, ნამატები ამოვიყვანეთ. ახლა არ გვაქვს ნამატები, უნდა ვუმატოთ. და ვაგრძელებთ გსოვას. აუცილებლად გვერდის თავში და ბოლოში, ხო, კუთხეებში. ერთი თვალი დამრჩა, კუთხეში მოვედი და აქ ვუმატებ. ყველა ჭხირზე უნდა ვუმატო. არ გამოგრჩეს არც ერთი ჭხირი, რადგან ყველარი ჭხირზე ერთი და იგივე რაოდენობის თვლები უნდა დაალაგო, როცა მატებას მორჩები და წინდის ზომა გეკნება უკვე. აი, წინდის ზომა უკვე აქ არის საკმარისი. თუ უფრო პატარა წინდა გინდა, უფრო მალე მორჩები მატებას და ცოტა თვლები გექნება. თუ უფრო დიდი წინდა გინდა, კიდე გააგრძელი და უმატე, რამდენი რაზომაც გინდა, მაგრამ ყველა ჭხირზე უნდა უმატო. აქ, კუთხეებში, თავში და ბოლოში. ყველა ჭხირზე უნდა იყოს ერთი და იგივე რაოდენობის თვლები. ასე მოგსოვ წინდის წვერს. ახლა აი ამ წინდაზე თუ არ ვცდები 11 თვალია, 10 თვალია, 2, 4, 6, 8, 11 თვალია თითო ჭხირზე. ეს არის შედარებით სქელი ძაფი და სქელი ძაფით 11 თვალი გამოვიდა 38 ზომა. თუ მოგსოვ უფრო წვრილი ძაფით 38 ზომა წინდას დაჭირდება უფრო მეტი თვლები. ამიტომ განსაზღვრავ იმის მიხედვით რა ნომერი ძაფით, რა სისქის ძაფით გსოვ და რამდენ თვალს მოითხოვს ესა თუ ის ზომა. ამიტომ ხშირად რომ არის შეკითხვა, რამდენი თვალი მჭირდება, მე არ ვიცი რამდენი თვალი გჭირდება, უნდა დააყოლო იმ შეკითხვას, რა ნომერი ძაფით გსოვ, გეკითხები მე. თუ შეკითხვასთან ერთად დატოვებ
ინფორმაციას რა ნომერი ძაფით გსოვ, რა ნომერი ჭხირებითი გსოვება ის ძაფი, მაშინ მე გეტყვი რამდენი თვალი დაგჭირდება ამა თუ იმ ზომაზე ზუსტად. მაგრამ მე რო არ ვიცი შენ რომელი ძაფით გსოვ, ვერც იმას გეტყვი რამდენი თვალი დაგჭირდება. ვაგრძელებთ ჩვენ, ხო? აქ არ გვაქვს ახლა ნამატები და ვუმატებთ. თავიდან იწყება რიგი. ერთი, ორი, სამი, 4, 5, 6, 7, 8 ვუმატებთ, ხო კუთხეში ვართ 9. ახლა არის 9 თვალი. თუ ამ 9 თვალზე დატოვებ ახლა, ეს იქნება, რამდენი იქნება? 36 ზომა წინდა გამოგივა. თუ ვუმატებ, იზრდება ზომაც, ხო? აქ ვუმატებთ და შემდეგ ვაგრძელებთ ქსოვას. ვუმატებთ და ეს რიგიც დამთავრდა. შემდეგ რიგზე ნამატები ამოყავს, რადგან ამ რიგზე ვუმატებთ. და აი გამოიკვეთა ახლა წინდის წვერი. აქ თუ გაჩერდები სხვა ზომა იქნება, თუ კიდევ ვუმატებ, სხვა ზომა იქნება, თუ კიდევ და კიდევ ვუმატებ, კიდევ სხვა ზომა იქნება. აი სადაც გაჩერდები და შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელებ ქსოვას. აღარ ვუმატებ, შენ უკვე გაქვს თითო ჭხირზე სასურველი რაოდენობის თვლები, ის რა ზომასაც ქსოვ და აგრძელებ ჩვეულებრივად ქსოვას. ეს არის რომ უმატებდი აქამდე და შემდეგ ჩვეულებრივი ქსოვება უკვე ტერფი წინდის, რომ აღარ უმატებ. ასე ვიწყებთ წინდას. ოკეი. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.